ეს არის განთქმული სანადიროები ურნეობა. აქ იყო სავსე ირემი, ღორი, შველი, ხოხობი. ყველა ნომერი არის დანომბრილი, ქაღალდზე დაწერილი დაახლოებით ამხელა ფურცლებით. ძალიან კარგი ნომერი არის, მე რომ ვკითხოთ. ჩავდექი ნომერში, ძალიან მომწონს, რომ ესე ცივილურად არის გაკეთებული ნომერი. იქით მხარეს მესმოდა სროლები. ალბათ წარმატებული იყო ეს სროლები. თქვენ დაინახეთ, რომ გასროლა განვახორციელე. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. სიტუაცია არის შემდეგი. გარდაბნის ნაკრძალი ყველა მონადირე მიცის და ვიცით. და ამ ნაკრძალს ყავს ახალი მენეჯმენტი. ეს ხალხი აწყობს, ასე ვთქვათ, გაცნობით შეხვედრას და გადაწყვეტა, რომ ეს გაცნობითი შეხვედრა თანხმედრაში იყოს ნადირობასთან. და მონადირეები, ვინც თბილისში ვართ, ვინც კლუბების წევრები ვართ, ასე ვთქვათ, დაპატიჟებული ვართ ეს ამ კარგი ხალხის მიერ, გავიცნობთ ერთმანეთს და გაუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს ხედვებს გარდაბნის ნაკრძალთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გამოხშირვას რაც შეეხება, სხვებსაც კითხე. ამინდი ხელს გვიწყობს, მზიანია დღე, გათქვევა ტემპერატურა 20 გრადუსამდე როგორც პირდება ამინდის პროგნოზი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისად ხილვადობა კარგი გვექნება და სანახაობასაც შემოგთავაზებთ. ნადირობა ესეთი თემა არის, რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობრისთვისაც გასართობი ამბავი არის თემა, მაგრამ ძალიან სერიოზული მომზადება ჭირდება. თუ გინდა რომ მივიღოთ შედეგი, სერიოზულად უნდა მიუძღეთ ამ საქმეს ძალიან და ეხლა ყველა ნომრები მონიშნული გვაქვს, ყველა ადგილი განაწილებულია. უბრალოდ რო არ იყოს რომ მე კაი ნომერში დამაყენე, სხვა ცუდ ნომერში დააყენე, ყველას შეხვდება, ჩაყოფს ხელს და ამოიღებს თავის საწილო ნომერს. ყველას გადავანაწილებ და დავალაგებთ უკვე წინასწარ მომზადებულ ნომრებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოებას. არც ერთი თოფი ადგილზე აქედან დატენილი არ წავიდეს. მოგესალმებით ყველას. უპირველეს ყოვლისა, როგორც ბატონმა მამუკამ აღნიშნა, სტაფილოსფერები მაინტერესებს, ვის არა აქვს. ვისაც არ აქვს, არის. გამოყოფილი არის სტაფილოსფერები, აუცილებლად სულ ყველას უნდა ქონდეს სტაფილოსფერი, რომ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ უპირველეს ყოვლისა. არა, ჟილეტები დარიგდება. ხო, აუცილებლად ვისაც არა აქვს, ახლა ბიჭებს არა აქვს, ერთ ჩემ ოპერატორსაც არა აქვს. წესრიგებული კაცი. ხო, მოკლედ ეგ ერთი, მეორე, იარაღები ძალიან გთხოვთ რა. იარაღები არის მანქანაში, მხოლოდ მანქანიდან რომ გადმოვდივართ უკვე ნომრებში რომ ვიწყებთ, სულას მხოლოდ მაშინ ვიღებთ იარაღებს. როგორც მამუკამ აღნიშნა, ტყუების ჩალაგება ხდება მხოლოდ ნომერში. ნომრებს დაგაყენებთ სულ ყველას. კალიბრიც ესე იგი რა ტყვია ის როლონ ის ხო, აუცილებლად კალიბრი არის 0 ნომერი, 2-0, 3-0, 4-0, 5-0, 6-0, 7-0. მეტი ცხრიანი კარტეჟი, ჟაკანი, მსგავსი რაღაცების გამოყენება ნამდვილად არც ვიზა შეწონილია და არც შედეგიანობას არ მოგვიწევს დისტროლიანში მოგვიწევს სროლა. სროლა ხდება ტაცებელზე, ხდება ტურაზე და მგელზე გასროლა, ასევე მელიაზეც შეგვიძლიათ მოვინადიროთ. თხოვნა იქნება კიდე თოკები აბსოლუტურად სულ ყველა თოკები წაიღოთ, რომ ნადირის მონადირების შემთხვევაში რომ შემდგომში მოხდეს გამოტანა ნადირის, რომ არ დარჩეს ბუნებაში რა. ნომრებში მოძრაობა ზედმეტი. დადგებით ნომერში იყავით ერთ ადგილზე, ის რომ უბრალოდ кайფ ხედვა მაქვს იქით რა, აბსოლუტურად ყველა ნომერი არის განაწილებული და მე უკვე ვიცი თქვენ სად გახართ, იმის და მიხედვით უკვე ვაყენებ მეორე ადამიანს, ასე რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს ყველა ვარიანტში. რომ მორჩება ორეკვა ჩამოივლის მთლიანი კოლექტივი, რომ მე იხსნებით ნომრებიდან. იარაღები აუცილებლად, ვისაც დახვიროთ ავტომატურები აქვს. ტყვია დამანახეთ, რომ არის პირში, ანუ ამოატრიალეთ ზატორიდან და ჩადეთ ისე, რომ ხედველობა იყოს, თუ იმეს ორულიანი აქვს გადასხმულ მდგომარეობაში გქონდეთ. კაფიოთ სანამ არ დავინახავთ, რა გამოდის? ხმას ვესროლე, არ იყო იქ მოძრაობა იყო. არავითარ შემთხვევაში. ერთი მე ვყავს. რომელი ზადი? რუსულია, შავი ზურგი.
3 რუსული მდევარი ყავს მოკლედ. ზაღლებს გაურთხილდეთ, რას საوارია, კაფიოთ არ მოხდება, დანახვა არ ვიცით ხუიას რა. იქიდან გამომდინარე რომ ბატონ ვაჟას ფეხი აქვს ნაკენი მოტეხილი რომ პირველი ნომერი მიცეთ და დანარჩენი გადანაწილება პირველი არ არის ახლო. ახლო ნომერი მეექვსე არის. მეექვსე რომ კარგით, ერთი წუთი თქვენი ახლა ვართ, როგორც დავითვალეთ 45 მონადირე და შესაბამისად აქ ჩავყარი 45 დანიშნული ადგილი. ნომერი. აბსოლუტურად დანომრილია, ყველა ნომერი არის დანომრილი, ქაღალდზე დაწერილი დაახლოებით ამხელა ფურცლებით. ხეებზეა მიკრული, მიხვდათ ყველა თქვენ ნომერს ნახავთ. აქ არის ახლა ნომერი არის გაკეთებული 40, 5 კაცი ზედმეტი ვართ, მაგრამ იმ 5 ადამიანს დავაყენებთ. პირველიდან მე-6-ს ჩათვლით და ბოლო რახან წრეკეთდება პირველი მე-6 და 38, 39, 40, 41, 45-მდე. ვინც ამოიღებს ამ ნომრებს გაყვება რატის და რატი დააყენებს ამ ხალხს პირველი 6, 38-დან 45-მდე. ეს არის თავი და ბოლო ჩვენ დღევანდელი სარეკეს. ეხლა გთხოვთ სულ ყველა სათითაოდ მოგბრძანდეთ და ყველა თქვენი ნომერი ამოიღოთ. მე-12, 39 ესე იგი. ახლოს ვიქნებით. წესი დარეგით ხო? წესი დარეგით? არა. 39-დან 46-ში ჩათვლით, როგორც აღნიშნა ბესო, თვითონ მიყავს და მე 32 მაქვს. სხვადასხვა მე ბესოს მივყვები ესე გამო. შენ თავარაუდოდ ბესოს. მე 19 ვარ. შევის მივყვები. არ დავიცი. ჯერ არ ვიცი. მეთქვია. მაგრამ თქვენ შორის გავარ სადღაც. წარმატებას გისურვებთ ასევე მალე. კენიეთ, როდესაც მოხსარს ეს. ძალიან კარგი ნომერი არის მე მოგითხოთ. ხილვადობა მაქვს, რაც ძალიან იშვიათი არის ამ ნაკრძალში, იმიტომ რომ ძალიან გაუვალი ბარდობით არის როგორც წესი. ესეთი ეკალბარდები არის სულ აქტივი. საკმაოდ კარგი ხილვადობა. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ოდნავ ქვემოთ ჩავიწევ. თარეკი რო დაიწყება, ნიშანს მოგცემენ და გასული ხმებსაც გავიგებთ. მანამდე ვეცადოთ ჩუმად ვიყოთ და გადავიდეთ სიჩუმის რეჟიმში. ალბათ არ გამომივა 1-2 სიტყვას კიდე გეტყვით რომ დავჯდებით, მაგრამ მაინც. მეგობრებო, ჩავდექი ნომერში. ძალიან მომწონს რომ აი ესე ცივილურად არის გაკეთებული ნომერი. ყველამ კარგად რომ შეამჩნიოს ვინც ადგას. მაგრამ მოხდა ერთი ლაფსუსი. მე ნომრით 39 ვარ, დგევარ 38-ში. იმიტომ რომ ვიღაცა ვინც 38 ნომრის ქვეშ არის, რატომღაც ჩვენ არ გამოგყვა. ამიტომ მოგვიწევს ახლა ისე გადანაცვლება თვითონ ნომრის მოკლებით. სარეკს ველოდებით იქით ამ მხრიდან. გავა. დიახ. ამ გზაზე რომ შემოხვან, მიახლოვებით 15 მეტრით. აი ესე შემოდით გზაზე და 15 მეტრიდან დაიწყეთ რა. თარეკი რო დაიწყება, ნიშანს მოგცემენ და გასროლის ხმებსაც გავიგებთ. მანამდე ვეცადოთ ჩუმად ვიყოთ და გადავიდეთ სიჩუმის რეჟიმში. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.
სარეკი გაგვწდა, თუმცა არ გვაძლევს მოგონების საშუალებას, იმიტომ რომ გამოპარული ტურა ტყეროც არეული ყოველთვის შეიძლება გამოვიდეს. ამიტომ ზევართ, სანამ ნიშანს არ მოგცემენ ორგანიზატორები. თქვენ დაინახეთ, რომ გასროლა განვახორციელე, არ გამოვიდა მინდორში, ეს რაღაც ალბათ იმ ხესთან შევნიშნე და აი ამ ბუჩქებში ვესროლე. რომ მორჩება ნადირობა მივალ ნახავ. ეხლა კი ისე ვაგრძელებთ ნადირობას. პირველ მორეკვაზე ჩვენთან არაფერი არ გამოსულა, არ გაგვიმართლა. ძალიან მაინტერესებს ნეტა გოგასთან რა ხდება. იქით მხარეს მესმოდა სროლები. ალბათ წარმატებული იყო ეს სროლები. ბიჭებიც გამოდიან, ახლა მეორე სარეკისთვის მომემზადებით, იქით მხარეს დავიკავებთ ადგილებს გზის პირზევე. როგორც დაინახეთ, აი აქ სადღაც წამიერად გამოჩნდა, სამწუხაროდ აი ამ ბილიქს არ გამოუყვა და არ წამოვიდა გამოსასვლელისკენ. და ნუ თვალი მოვკარი, მე ვეღარ დავინახე და ბუჩქებში არა ტყუილა ვესროლე. ნახეთ რა ხდება. აი აქ რო დავინახე და ჩაღრმავებაში ჩამასწრო ბუჩქებში. ჩავიდა ქვემოთ, რა თქმა უნდა, ვეღარ მივაწვდინე, იმიტომ რომ ეს ბილიკი, როგორც ხედავთ, ჩადის ქვემოთ. სწორზე რო წამოსულიყო ტრაექტორიით ვესროლე და იყო შანსი, რომ ამეყვანე, მაგრამ აი აქ ჩამასწრო. სამწუხაროა. კარგით ბიჭებო, წავიდეთ, ეხა ბევრი სროლა იყო სარეკი, როგორც კი დაიწყო აქეთ ამ მხრიდან, ანუ ჩემი ნომრიდან, მარჯვენა მხრიდან იყო სროლები, ბიჭებმა ბევრმა ისროლა და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი გვაქვს. გამომივიდა ერთი ტურა. რა მე არ გამოვიდა გამოსასვლელზე, დავინახე წამით მოვკარი თვალი. შევარდა ბუჩქებში ვესროლე ტრაექტორიით რა, არ ვიცი ავიღე თუ არა მეთქი და რომ მორჩა ნადირობა, მე ჩავედი და ბედი ხო გინდა, ესე იგი სადაც თვალი მოვკარი და ეგრევე ჩასასვლელი ქონდა, მივედი გადავიღე, ქვემოთ ჩავიდა, ანუ цаრიელები ვართ. цаრიელები ვართ. ნელ-ნელა მოვდივართ, აქეთა ფლანგი, მე მგონი ვერ დავიტრაბახებთ ვერაფრით, მაგრამ იქითკენ კარგი სროლები იყო ძალიან და ჩემს წინაც და ნახოთ რა და როგორ იქნება. იქით ახალი წელი ქონდა. ხო. არა, მეორე სარეკიც კი არა, აქაც იქნება შედეგი ყველა ვარიანტში, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. აი შეკრებილები არიან, მონადირეები, დიდი ჯგუფი. ეხა გავარკვევთ ვინ ივაშკაცა. დავით ასახელე კლუბი? ვა. ძალიან ბარდიანში იყო ალბათ, ხო? ხო, ძალიან თვითი შევიდა და ეხა იქნებ შევიდოდი რა. გასაგები. ყოჩა. მესამე ავადს დამინახა. ყოჩა. ჩასწრებული. კი. ნაჭამნაგვები. დარჩენილი. პატრიცემულო. გელიო? გელია დარჩენილი ერთი დედალი და ყოველთვის იქ დადის. როგორც ამოვა ბილიგზე ყოველთვისა ვნახულობ. ყოველ დღე თუ არა ყოველი. ესე იგი კიდევ გჭირდება აქ მოსვლა. აუცილებელი. აუცილებელი არის, ხო. ორი ნადირობა კიდე ჩავატაროთ. და უკვე შეიძლება გავამრავლოთ ორი კურდღელი ძლივს გადავარჩინე, აი მთელი სეზონი ორ კურდღელს დავყვები ფეხებთან, რომ მეთქი არ შეჭამონ, ეს ტურები მთელი ღამე დავსდევენ. 30 ტურა დავსდევს ერთ კურდღელს. საწყალ. აბა იმან რა ბაჭია უნდა გაამრავლოს, ბაჭიებს. აი სერბილებს ვინება მაგას. ბაჭიებს ვერ და სადაც დაყრის იქავე უჭამ. ხო, რა თქმა უნდა, აბა რა იქნება რა. ხოხობით გამოჩდება თუ არა ერთ თვეში აღარ არის. აქ დადიოდა დიდი მამალი, ძალიან მაგარი ხოხობი და აი ორ თვეში აღარ იყო, всё, მორჩა. აქეთა მხარეს მაგრა უნადირია. ნახე ერთი რა ხდება.
ვაჟა, შენზე იძახიან, შენ გაგიმართ რა ბიჭო? უშე გენაცვალე რა, ყოჩაღი ხარ. ის ვერ გამოვიტანე. ესე იგი რა, რაოდენობით ხარ ბიჭო რა. ვერა იმაში შევედი, მაგრამ ვეღარ შევედი რა. ესეც მოbrunებული იყო, ისიც და მესამეც მოbrunებული იყო. რო ამოგვიდრო დავით რო ვერ. სავარაუდოდ ეს არის. ეგ არის, კფერითაც გავდა მაგრამ. კიდევ ვის გაუმართლა? ჩემთან გამოვიდა 8 წელი. კაი არ გადამრა. რა არის რავე? დედლები იყვნენ. დედლები. დედას არ ვეშლი, დედას. არა, 2 წელი დავწერე, ვერ მოვასწრო. 2 კიჟო, ვის გაუძრა? რა სიტყვით ბატონო გიორგი თქვენ? რა ვიცი, ბევრია ტურა, ბევრი. ბევრია ტურა ძალიან კი. ეხა ჩათვალე ეს 12 ტურა, შეჭამდა მინიმუმ 1-200 წალ, რა ვიცი, ფინალს, მობუდარს. კურდღელზე აღარ ვამბობ, არის კურდღელი გამოჩნდა, გამოვიდა, ხო, ის ვაც სასიამოვნო ინფორმაციაა ძალიან. ძალიან კარგი, ეს პირველი სარეკი იყო. გიოდე ვიმედოვნებთ რომ მეორეზე კიდე დავამატებთ. იმედი მაქვს. მალენ, შენთან? ჩემთან ერთ-ერთი რაც გამოირბინა იყო თაგვი. პალივა მის. ხო, შენიერი, არა, მე უფრო ის მქონდა, ეგ შენი მქონდა. ხო, აბა ძალიან კარგ ნომერში დავდექი თავიდანვე, მომეწონა. ხედულობა მქონდა 30 მეტრი მაინც, მინდორი იყო და ეს მინდორი უნდა გადმოეკვეთა, რომ გამოსულიყო გამოსასვლელში რა. შევიწიე, ჩავიმალე ყველაფერი კარგად იბულა და მოუკარი ბიჭო წამიერად თვალი რომ მოდიოდა. და არ წამოვიდა გამოსასვლელისკენ, წავიდა პირდაპირ და ნუ იქ უკვე ბუჩქები იყო, მაგრამ ნუ ტრაექტორი თვესროლე. და ნუ დავალოდე რომ მორჩებოდა ყველაფერი, მეთქი მივალ ნახავ, იქნება გაატანე ამ ბუჩქებში, იმიტომ რომ ეხა მანძილი, სიჩქარე პრინციპში უნდა მოყვებოდა და რომ მივედი, აი გამეცინა რომ მივედი. სადაც ბუჩქები იწყებოდა და ჩასაძრომი დაახლოებით 1 მეტრიანი ბილიკი ქვემოთ მიდიოდა და 2 მოიყო და იმაში შევიდა და გავიდა, თორე სწორზე რო წასულიყო, იყო ალბათობა რომ გაჩერებულიყო რა. მეორე სარეკი არის წინ 12 ტურა ამოღებული არის, რაც ძალიან კარგი არის. ეხლა წავიხემსოთ მე და შენ რომ ძალები მოვიკრიბოთ. კი ბატონო. და მეორე სარეკს დავუდგე. ეს არის რამდენია 12-ზე ავედით? 12-ზე ავედით. ერთი ამდენი დაჭრილია კიდე. კი, და ძალიან კარგი ხა მაგათ ოპერაციას არ უნდა გავუკეთებ. ჰა? ორს ვინ დაჭრიდა, თან ძლიერად თუ დარწმუნებული ვარ. სადღაც ბატონო თემურ. გარდაბანი, სანადირო მეურნეობა, ეს არის განთქმული სანადირო მეურნეობა, სადაც ცხონებული ვასილ პავლოვიჩი ნადირობდა, მისი გაკეთებული, მისი დაარსებული, არა მარტო ეს, მთელ საქართველოში, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იყო ესა. აქ იყო სავსე ირემი, ღორი, შველი, ხოხობი. იდეალური ადგილი და ძალიან დიდ ხალხს აქვს ნანადირები აქვს, ძალიან დიდ ხალხს. ასე რომ საუკეთესო ადგილი არის, საუკეთესო და აი ესეთი ბაჯაღლო ადგილები ჩვენ ქვეყანას აქვს და ბევრი შენატრეს ალბათო ესეთი თბილისთან ახლოს, ისე თქოს იშვიათია რა. კი ბატონო, სამწუხაროდ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო გარდაბნის ნაკრძალს, სამწუხაროდ ეხლა გაჯერებული არის მხოლოდ მტაცებლით. თურა, მელა, გელი. ეს არის არაპროფესიონალიზმი და მიშვებული მეურნეობა. ესე ვიტყოდ. იმედია ახალი მესოურები ამას ყველაფერს აგებით მოიკვირდებიან, პროფესიონალებსაც დაეკითხებიან ჩევადარიგებას და ჩვენ მონადირეები რითი შეგვიძლია ვერჩი დაგიდგებით ბიჭებო. მოკლედ, ეხლა შედარებით პატარა ტერიტორიაა, ახლოს მოგვიწევს ნომრებში დგომა, ვესწრებით მაქსიმალურად გაგანაწილოთ. იკეტება ეს ტყე, სარეკი გაკეთება ცენტრალური გზიდან, გავნაწილდებით მეორე გზაზე. 10 კაცი მჭირდება გზაზე. 10 კაცი დგება აქ და სარეკი საიდანაც დაიწყება. ოპერაციები და მიხედვით ვინც ყავს. არ არის ნომრები. ვისაც ეზარება წავიდა. მოკლედ გეუბნებით რომ 10 კაცი აი ბონზებთან დადგებით მიახლოებით გზა სარეკი აქედან დაიწყება. დაარჩენს თუ ყველა ფეხი წავა და მთლიანად შემოვკეტავთ ავტოს. მეგობრებო, ეს მსვლელობა ემსახურება უკვე იმას, რომ მეორე სარეკი გეთდება. მეორე სარეკი
კეთდება და თან ძალიან ახლოს აი ამ ვითარებასთან, რომელიც არის ცენტრალური ადგილია. ისტორიული შენობიდან ახლოს მოდი ვთქვათ. სადაც ვასილ პავლოვიჩ ჯავანაძის მიერ არის დაფუძნებული. ჩვენი ისტორიული ხალხი აქ ნადირობდა. და ძალიან დიდი იმედია რომ წარმატებული იქნება ნადირობა, როგორც წინა ნადირობა, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ რომ შორი ახლოს მოსახლეობაც არის ამ ნაკრძალთან, რომელსაც პერიოდულად აწუხებს ხოლმე დაცებელი. ბიჭები აგრძელებენ მსვლელობას. გადანაწილდებიან ნომრებში და ძალიან მალე დაიწყება ნადირობა. რამდენად მალე ამას თავადვე იხილავთ. საკმაოდ ახლოს გვაქვს შეკრული დაახლოებით 50-70 მეტრი არის ნომრებს შორის დაშორება რა. ბიჭები აგრძელებენ გზას. მე აქ დავდგები. მოკლედ ჩემს მარცხნივ შეიწია ახლა ბიჭი დაახლოებით 50 მეტრში დგას ადამიანი და ჩემს მარჯვნივ კიდე დაახლოებით 50 მეტრში შვენიერი. სარაკი დაიწყება სავარაუდოდ 15-20 წუთში რა, იმიტომ რომ ბიჭებს დაახლოებით გასავლელი აქვთ კილომეტრი ნახევარზე ცოტა მეტი. მეგობრებო, ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი ნადირობა. მეტნაკლებად წარმატებული არის, მაგრამ ნახდად ვიცით, რომ აქ გაცილებით უფრო მეტია დაცებელი, ვინემ ვიხილეთ. ასე რომ ყველაფერი წინ გვაქვს, მოსალოდნელია რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდეთ ამ ტერიტორიაზე და შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ნადირობა. სანამ გაიფოთლება ბატონო, მანამდე ხო, რა შეიძლება მოკლედ მალე. ერთი 30 ტურა კიდე უნდა ამოვიღოთ ამ ტყიდან, რომ ცოტა რაღაცა გავამრავლოთ. თორე აღარც ყურდღელი ძალიან ცოტა დაგვიცოტავა ყურდღელი. ხო. პატარა ბაჭიებს ჭამს, რასა როგორ დაყრის ბაჭიებს ჭამს და ხოხობიც ხო თავისთავად ბუდეში ჭამს, კვერცხებს. პრაქტიკულად გამრავლების საშუალებას არ აძლევს. დაჯდება ბუდეზე, აფრინდება. 2-3 წლის ხოხობი ბუდეს ვერ აკეთებს. რა. რო კვერცხს დებს, მაგრამ უჭამენ. რა აზრია? როგორც ხედავთ, მეორე მორეკვა მორჩა. სამწუხაროდ ჩემთან არაფერი არ გამოვიდა ისევ. ნაკლები სროლები იყო, თუმცა იყო ნომრიდან სროლები ნამდვილად. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭებმა რაღაცეები აიღეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს მეორე ხაზის, ანუ უბრალოდ პირველი ხაზის ნაწილმა 15-მა მონადირემ გადაკეტა მარცხენა მხრიდან და იმად გასროლებს ჩვენ ვერ გავიგებდით, დიდი იმედი მაქვს რომ იმათმა ისროლეს. ჩავალთ ახლა და მოგახსენებთ ცოტა ხანში რა როგორ რანაირად. ახლა კი ესეთი გულდაწყვეტილი მონადირეები მოდიან ამ ხაზიდან. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ დღე შედგა, ნადირობა შედგა, მინიმუმ 12 ტურა ვიცით დადასტურებულად, რომ ამოვიღეთ ბუნებიდან, ბევრი ძიმედ დაჭრილი ბუჩქებში შევიდა და ფიზიკურად გამოყვანა ვერ მოხერხდა და უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა მივალთ და კიდე რამდენიმე ტურას დავამატებთ. გიო, მაყურებელს ვეუბნებოდი, რაღაც ნაკლები სროლები იყო ახლა აქ ტყიდან და შენი აზრი მაინტერესებს. ჩემი აზრით მე პირველად არ ვარ აქეთ ძირითადად მარტის დროს გადიოდა ჩალიანებში და სოფლებთან ახლოს.
ყოველთვის აი დაახლოებით ერთი 10-12 წელია ვაკვირდები მაგას სანამ იაგებითაც ნადირობდით მარტისთვის ყოველთვის კონცენტრაცია იყო უფრო თხელში და ტყის გარეთ და აი დღესაც იგივე იყო ანუ დაბალში ბუჩქნარში მეტი კონცენტრაცია იყო ვიდრე ტყეში და ტყიანში ნუ ფაქტიურად ძალიან ცოტა გასროლა იყო შესაბამისად დევნაც ანუ ესე იგი მარტივი დასკვნა არის რომ შემდეგი ნადირობა ცოტა სხვა ლოკაციაზე იგეგმება კი ანუ სოფელთან ახლოს და უფრო ჩალიანი დაბა ანუ ხშირი და ესეთი ნოტიო ტყე არ უნდა ჩემი პირველი ნანადირები მართლა წარმატებული ოფიციალური გასვლა და პირველი ნანადირები შედიერ მაგარი დევნა იყო ჩემს წინ ძმაო სერიოზულად ზდიეს და ისეთი გაუვალი ადგილები ვიცი ძლივს გამოიყვანეს და ირემიც ნახეს კადრებიც გვაქვს მართლა ვისა გვაქვს ვაა საღო დევნა ირემზე ხო არის არა ტურას რო ესროლეს და ხმაზე ირემი წავა და ტურა მოხდა და ირემი გამოიყო ანუ ტურა ერთი მოხდა მალე მე სამწუხაროდ ისევ არ მომიწია სროლა მაგრამ თემა არის შემდეგნაირი დევნა იყო ჩემს წინ ძალიან კარგი ჩამიარეს და როგორი ის იყო იცი რომ აი დევნა და გავიდნენ რადიო კინოთეატრზე იქიდან გავიდნენ და დასრულდა ბახ და აი რაღაც ვისიამულე რომ მივხვდი რომ ბიჭებმა რაღაცა შედეგი დაადეს და ვიცი დავამშვიდობოთ ალბათ ამ ხიარულ ნოტაზე კი რა თქმა უნდა დავამშვიდობოთ მეგობრებო ინადირეთ ეხლა პერიოდი არის ესეთი რომ ნახდათ ღირს რა ბუნების დაცვა გამრავლებას ცდილობს და ჯობია არ გავამრავლოთ ხო კარგად იყავით არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ გვიყურეთ როგორც აღნიშნე ჩვენთან საინტერესო არის იმიტომ რეალური ნადირობის კადრები არის და ყველაფერს შეუნიღბავად განახებთ ხოლმე დროებით მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.